გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩემი ყოველკვირეული რუბრიკა „კითხე ფსიქოლოგს“, სადაც თქვენ მიგზავნით თქვენ შეკითხვებს, რომლებსაც წერთ კომენტარებში, ჩემ პოსტებს ქვეშ, ან მიგზავნით პირადში და დღეს ამ შეკითხვების ნაწილს მინდა გავცე პასუხი. და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის ამ შეკითხვებში მოხდება საკუთარი პრობლემების, საკუთარი თავის ამოცნობა, რაც ასევე მოგცემთ საშუალებას, რომ იპოვოთ თქვენთვის ღირებული რეკომენდაცია და შესაძლოა თქვენი პრობლემის მოგვარება და გახსოვდეთ, რომ აი ის შეკითხვა, რომლის დასმაც ყველას ძალიან გერიდებათ, ხო, შეიძლება გახდეს თქვენი ფსიქოლოგიური გამოჯანსაღების ძირითადი გასაღები. ასე რომ, მოდით დავიწყოთ შეკითხვებზე პასუხი. ეს კი პირველი შეკითხვა დღეს გვაქვს ესეთი შფოთვას რით ვუშველო. აქ უნდა გავიგოთ ერთი მარტივი რამე, როგორ ჩნდება შფოთი. ესე იგი, სხეულში ვგრძნობთ რაღაცა ნეგატიურ მდგომარეობას, რომლის მიზეზიც არის წარსულში. მაგალითად, მოხდა რაღაცა ნეგატიური ეპიზოდი ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ფსიქიკამ ვერ გადახარშა და უბრალოდ ასე ვთქვათ, მიჩქმალა სადღაც, ხო? და ამის გამო, ამა თუ იმ სიტუაციაში ცხოვრებაში, სხეულში, ასე ვთქვათ, გვაქვს დისკომფორტული შეგრძნება. და twin ცდილობს საკუთარ თავს აუხსნას, რომ რატო აქვს ეს დისკომფორტი და აქ ირთვება ჩვენი ფანტაზია და ასე ვთქვათ, ვიწყებთ სხვა მომენტების, სხვა როგორც წესი, მომავალთან დაკავშირებული მოვლენების მოგონებას. შეიძლება ეს მოხდეს ცუდი, შეიძლება ის მოხდეს ცუდი. და ასე ვთქვათ, ვხატავთ აი ამ საშინელ სურათებს და ეს სურათები კიდევ უფრო გვაშინებს, ეს კიდევ უფრო აძლიერებს სხეულში ნეგატიურ მდგომარეობას, ეს კიდევ უფრო აღვივებს ჩვენს წარმოსახვას, რომელიც კიდევ უფრო დიდ ნეგატიურ სურათებს გვიხატავს და შესაბამისად ესე შეიძლება პანიკურ შეტევამდეც კი მივიდეს ეს შფოთი. გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ გადავამუშაოთ, ფსიქოთერაპიაზე მივიდეთ და გადავამუშაოთ აი ეს ეპიზოდი, რომელიც სავარაუდოდ გვაქვს დავიწყებული რაღაცა ნეგატიური ეპიზოდი წარსულში, როგორც წესი ტრავმული და ამისგან გავთავისუფლდეთ შესაბამისად ისეთნაირად, რომ სხეულში ეს ნეგატიური სიგნალი არ მოგვეწოდებოდეს. ასევე არსებობს საინტერესო სავარჯიშო, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ ზოგადად შფოთიანობა და ასე ვთქვათ, პანიკები, კლიანად თუ არ მოიშოროთ, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მაინც შეიმსუბუქოთ მდგომარეობა. ესე იგი, ტექნიკა ძალიან მარტივად კეთდება. ესე იგი, მხოლოდ თვალის მოძრაობები. ჯერ ვერტიკალურ თვალის მოძრაობებს ვაკეთებთ, ხო? აქეთ-იქით მოძრაობა ითვლება ერთ მოძრაობად. აი ესე ვაკეთებთ 10 მოძრაობას ზემოთ ქვემოთ 10 ჯერ. შემდეგ ჰორიზონტალზე ვაკეთებთ, ხო? აქეთ-იქით თვალები 10 ჯერ. შემდეგ დიაგონალურად, აი ესე 10 ჯერ და აი ესე მეორე დიაგონალზე 10 ჯერ. საბოლოო ჯამში გამოგვივა ეს ფიფქი. და შეგვიძლია ეს ტექნიკა გამოვიყენოთ, აი დაძინებასთან ახლოს, მოდი ესე ვთქვათ. რატო? იმიტომ რომ ამ ტექნიკის გაკეთების შემდეგ ძალიან დუნდები. და თუ რაღაც საქმე გაქვს გასაკეთებელი, მე შეიძლება ვერ გააკეთოთ, ძილი მოგინდეს. ანუ 10 გამეორება, ხო, თითო-თითო თქვით და აი ამას ვაკეთებთ 3 ციკლად. ერთ სრულ ფიფქს ვაკეთებთ ერთხელ, მერე მეორედ, მერე მესამედ. იმ შემთხვევაში, თუ ამ სავარჯიშოს შემდეგ გაძლიერდა შფოთი, ან აქტივდათ თავი, ან აქტივდათ თვალები, ისე თქვენ ეს სავარჯიშო არ გიხდებათ და მაშინ სხვა ინსტრუმენტებია შესარჩევი და უმჯობესი იქნება, რომ ფსიქოთერაპიაზე მოხვიდეთ, ასე ვთქვათ, პირადი კონსულტაცია გაიაროთ და გათავისუფლდეთ შფოთისგან. წავიკითხოთ შემდეგი შეკითხვა. მარტოობის შიშს რა უშველოთ? მარტოობის შიში, როგორც წესი, ყალიბდება ბავშვობაში, როდესაც გეშინოდა, რომ ამა თუ იმ მიზეზით შეიძლება დარჩე მარტო. ან მაგალითად აი საბავშვო ბაღში რჩებოდი და შემშობლებს აგვიანდებოდათ. ან ძალიან პატარა იყავი და დედა ოთახიდან გავიდა და რაღაც 15 წუთი ვერ შემოვიდა და შენ გონია რომ დედა საერთოდ წავიდა, ხო? იმიტომ რომ ჯერ კრიტიკული აზროვნება არ გაქვს ჩამოყალიბებული და ასე შემდეგ. როგორც წესი, მარტოობის შიშის ფუძეში დევს ძალიან რაღაცა მარტივი ბავშვობის ნეგატიური მოგონება, სადაც
ჩვენ გავაკეთეთ გაუცნობიერებლად დასკვნა, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი და ამიტომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში, ასე ვთქვათ, დამტოვონ, დამაგდონ, მიღალატონ და ასე ვთქვათ, მიმატოვონ. აი, აქედან ჩნდება მარტოობის შიში. იძახიან ხოლმე, რომ აქ დიდ მნიშვნელობას თამაშობს თვითშეფასება, ბუნებრივია თვითშეფასებასაც აქვს რაღაცა როლი, მაგრამ წარმართველი როლი ნამდვილად არ აქვს. და აქ არის საჭირო აი ფსიქოთერაპიული ასე ვთქვათ, მუშაობა იმისთვის, რომ აი ის პირველადი ინციდენტი გადავამუშავოთ. სხვა მხრიდან რო შევხედოთ, მარტოობის შიში ეს არის იმის რწმენა, რომ მე არ ვარ იმდენად კარგი და ასე ვთქვათ, იმდენად არ ვიმსახურებ ჩემს მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას, რომ შეიძლება მართლა დავრჩე მარტო. შესაბამისად, ეს გიქმნით შინაგანად დეფიციტურობის განცდას. გიქმნით აი იმის განცდას, რომ აუცილებლად გჭირდებათ ვიღაცა ადამიანი და ეს გაიძულებთ, რომ ისეთნაირად მოიქცეთ, რომ ადამიანები შემდეგ კიდევ უფრო დისტანცირდნენ თქვენგან. რატო? იმიტომ რომ აი შუბზე გაწერია, რომ გასაცემი არ გაქვს არაფერი. რეალურად შეიძლება ძალიან ბევრიც გაქვს გასაცემი, მაგრამ იმის გამო, რომ შენ ფიქრობ, რომ შენ არ ხარ საკმარისად კარგი და ამას არ იმსახურებ, ხო? იქმნი იმის ილუზიას, რომ შიგნით ხარ ცარიელი და ვიღაცა გჭირდება ამის შესავსებად. და ადამიანებს არ უნდათ სავარაუდოდ ძიძად და მეწველ ძროხად მუშაობა, შესაბამისად კიდევ უფრო დისტანცირდებიან. ამიტომ ამ შემთხვევაში გასაღები დევს იმაში, რომ როგორც მინიმუმ მივიღოთ საკუთარი თავი, ვაღიაროთ საკუთარი თავი და შეგვიყვარდეს საკუთარი თავი, ხო? ესეთი რეკომენდაციების დონეზე შეიძლება ადვილი სათქმელია, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, აი ამ შიშის ფესვში, ხო, ტრავმა დევს, ხო, მაშინ გირჩევთ ფსიქოთერაპიას ამ შემთხვევაში. შემდეგი შეკითხვა. ვეღარაფერს ვგრძნობ, არაფერი აღარ მახარებს, როგორ მოვიქცე? ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ადამიანმა ან შოკი მიიღო რაღაც დაახლოებით 9 წელიწადში ეწყება ესეთი მოვლენები, ან ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა სტრესულ მდგომარეობაში, ხო, ეს განგრძობადი სტრესი ჰქონდა. ანუ გადაღლილია ფსიქიკა ელემენტარულად და ეს სურვილის ენერგიაც არ არის. ან მას აქვს შინაგანი კონფლიქტი მინდას და უნდას შორის. მაგალითად, მინდა ვიყო ესეთი, ვიცხოვრო ესე, მინდა ვაკეთო ის, რაც მინდა მე, მაგრამ უნდა შევასრულო რაღაც პასუხისმგებლობები, უნდა შევესაბამებოდე საზოგადოებრივ ნორმებს, უნდა ვაკეთო 1, 2, 3 და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში ადამიანი არის მოსული საკუთარ თავთან კონფლიქტის დაპირისპირების მდგომარეობაში და თავის ფსიქიკურ ენერგიას ხარჯავს საკუთარ თავთან ომში რეალურად და შესაბამისად ცოტა ხანში მას არ რჩება არანაირი შინაგანი ძალა და ენერგია რაღაცა უნდოდეს, რაღაცა ახარებდეს, სადღაც მოძრაობდეს და ასე შემდეგ. რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ესეთი შინაგანი გაურება მინდასა და უნდას შორის, ხო? ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივი რამე. დავიკავოთ აი ესე ორი ხელი, უბრალოდ მე კადრში ახლოს მომაქცევთ თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ აი ესე, გიგონება ორი თეფში გიჭირავს ხელში, ხო? და წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ხელზე არის ჩემი მხარე, ასე ვთქვათ, ჩემი პიროვნების ასპექტი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემს სურვილებზე, ანუ მინდა და მეორე მხარეს, მეორე ხელზე განლაგებულია ჩემი პიროვნების ის ასპექტი, რომელიც პასუხისმგებელია პასუხისმგებლობების შესრულებაზე. ანუ უნდა. შემდეგ მიიტანეთ ეს ხელები ერთმანეთთან და ესე შეახეთ ერთმანეთთან, თვალები დახუჭეთ და წარმოვიდგინეთ, რომ ეს თქვენი ორი მხარე შედის ერთმანეთთან ურთიერთმოლაპარაკებაში, იმისათვის, რომ შექმნან აი ამ მინდასა და უნდას ბალანსი თქვენ ცხოვრებაში, ხო? ბალანსი საკუთარი თავისთვის ცხოვრებისა და სხვა ადამიანების ცხოვრების. შესაბამისად, როცა გიჭირავთ ესე ხელები, დაელოდეთ. ცოტა ხანში სხეულში იგრძნობთ მოდუნებას, შვებას, აი გათბებით, გაგიჩნდებათ აბსოლუტური გამთლიანების განცდა, იმის განცდა, რომ რაღაცა აი ომი დამთავრდა თქვენში, რაღაცა დიდი ბრძოლა დამთავრდა და აი ხართ მოდუნებული და იგიგონება რაღაცა დიდი მოგზაურობის მერე სახლში დაბრუნდე, ესეც შეგრძნება გექნებათ. ამ შეგრძნებას რომ მიაღწევთ, ხანდახან სწრაფად მოდის, ხანდახან რამდენიმე წუთი უნდა.
მიიღებ ძალიან კარგი ეფექტი შესაბამისად, იმიტომ რომ აღარ დახარჯავთ ენერგია საკუთარ თავთან ბრძოლებში და გაგიჩნდებათ სურვილის ენერგიაც, მოქმედების ენერგიაც, ასე ვთქვათ, შთაგონებაც და ყველაფერი დარჩენს. შემდეგი შეკითხვა. გასაუბრებაზე სულ ვფლავდები, რა შეიძლება გავაკეთო? თუ საქმე იმაშია, რომ ვფლავდებით, იმიტომ რომ ღელავთ შინაგანად, ხო? შეგიძლიათ გააკეთოთ ორი რამ. პირველი, დაფიქრდეთ იმაზე, ასე ვთქვათ, დახუჭოთ თვალი, წარმოიდგინოთ მომავალი გასაუბრება და დაფიქრდეთ 0-დან 10-მდე რამდენად ვღელავ. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ჯადოსნური დროის მანქანით გადახვედით მომავალში, მაგალითად 1 საათის შემდეგ, რაც ეს გასაუბრება დასრულდა. და აი მომავალში გასაუბრების შემდეგ, ხო, აი ცოტა ხანი გაჩერდით და აი აცალეთ საკუთარ სხეულს, რომ იგრძნოს აი ეს რეალობა, რომ ეს გასაუბრება დასრულებული. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ აი უკან გამოიხედეთ და ასე ვთქვათ, ათვალიერებთ, როგორ მიმდინარეობდა ეს გასაუბრება. შემდეგ დაბრუნდით უკან და კიდევ ერთხელ შეაფასეთ 0-დან 10-მდე რამდენად ღელავთ. სავარაუდოდ ღელვა იკლებს, თუ საჭიროა გაიმეორეთ რამდენჯერმე მომავალში იქით-აქეთ ნახტომი. ეს ერთი რა შეიძლება გააკეთოთ და მეორე, როდესაც მიდიხართ გასაუბრებაზე, თქვენ ჩაუტარეთ თქვენ დამქირავებელს გასაუბრება. საკუთარი თავი, მეორადი ჭურჭლის მაღაზიაში ხო არ გაქვთ ნაკედი და ნაპოვნი, ხო? თუ ჩვენ ვცემთ საკუთარ თავს პატივს, უნებრივია, როგორც ჩვენ გვარჩევს დამქირავებელი რაღაცა პოზიციისთვის, ისე ჩვენ უნდა შევარჩიოთ, ასე ვთქვათ, სამუშაო ადგილი სად მივდივართ, ხო? ამიტომ გასაუბრების წინ ჩამოწერეთ ის შეკითხვები, რაც რეალურად გაინტერესებს. მაგალითად, როგორი გრაფიკი იქნება, რამდენს გადამიხდით? იმ შემთხვევაში, თუ მომიწევს დათქმულზე მეტი მუშაობა, ამ დროს რა ხდება, იმ დროს რა ხდება, ანუ დასვით ყველა უხერხული შეკითხვა, რომელზეც გაინტერესებთ პასუხი. ეს ერთი. იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე, რომ გასაუბრებაზე ეკითხებიან, თქვენ თუ გაქვთ ჩვენთან რაიმე შეკითხვა, ხო? აი, აქ, როდესაც თქვენ დასვავთ ამდენ შეკითხვას და იქით ჩაუტარებთ გასაუბრებას, დატოვებთ წარუშლელ შთაბეჭდილებას თქვენს დამქირავებელზე დავინჯერეთ. და ძალიან კარგად დაამახსოვრდებით და კაი შთაბეჭდილებას შექმნით, როგორც ადამიანი, როგორც საკუთარ შრომას, დროს, თავს აფასებს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ხანდახან გასაუბრებაზე ადამიანებს ეკითხებიან, აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი, მაგალითად 1 წელიწადში, 3 წელიწადში, 5 წელიწადში. ამ შემთხვევაში აინტერესებთ გაქვთ თუ არა თქვენ გააზრებული თქვენი მიზნები კონკრეტული. იმ შემთხვევაში თუ ეტყვით, რომ კი ბატონო, მე აი ესე ვხედავ, ადამიანში რჩება შთაბეჭდილება, რომ შენს გაქვს ნაფიქრი შენს მომავალზე, ანუ როგორც მინიმუმ საკუთარი ცხოვრების მიმართ ხარ პასუხისგებლობით განწყობილი, ხო? და იმ შემთხვევაში თუ შენი გასაუბრებაზე იწყებ ფიქსაბა რა მიზნები მაქვს, ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ საკუთარ ცხოვრებას აბსოლუტური პასუხისგებლობის გარეშე ეკიდები და შესაბამისად არც იმ სამუშაო ადგილას გამოაჩენ დიდ პასუხისგებლობას სავარაუდოდ. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ისედაც სასარგებლოა, რომ იცოდეთ უბრალოდ სად მიდიხართ და რა მიზნები გაქვთ. შემდეგი შეკითხვა. თქვენთან კონსულტაციაზე როგორ უნდა მოვხდე? იპოვეთ Facebook-ზე page-ი ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე და ამ page-ის პირად მიმოწერაში შეგიძლიათ მომწეროთ, რომ გსურთ მოსვლა გასაუბრებაზე, კონსულტაციაზე ბოდიში. ასევე შეგიძლიათ მოკლედ აღწეროთ, რა პრობლემა გაწუხებთ. სავარაუდოდ შემიძლია გითხრათ, რომ აი კონკრეტული ლოკალური პრობლემის მოგვარებას 10-დან 8 შემთხვევაში, როგორც წესი, ყოფნის ხოლმე 1-2 შეხვედრა. ну თუ რაღაცა რთულია, შეიძლება რამდენიმე შეხვედრაც დაგჭირდეს. თვითონ კონსულტაცია მიმდინარეობს 60-დან 90 წუთამდე და ვატარებ მას როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში, ან დისტანციურად ამ შემთხვევაში. მომისაც შეგიძლიათ მომწეროთ და მიიღოთ ჩემგან კონსულტაცია. დღეისათვის სულ ეს იყო, ასე ვთქვათ, ის შეკითხვები, რაც თქვენ მომწერეთ. გახსოვდეთ, რომ აქ არის უსაფრთხო სივრცე, სადაც შეგიძლიათ ანონიმურად მოიწეროთ და მისვათ შეკითხვა, თუნდაც Facebook-ში პირადში მომწეროთ და მე აუცილებლად გააგცემთ თქვენ შეკითხვაზე პასუხს ერთ-ერთ მომდევნო ვიდეოში. იმიტომ რომ კარგია, როცა შენი ესმით, ხო, კარგია, როდესაც არის ვიღაცა, ვისაც შეუძლია გაქცეს
პროფესიონალური პასუხი და ისეთი რჩევა მოგცეს, რომელიც იქნება ეკოლოგიური. რას ნიშნავს ეკოლოგიური? პირველ რიგში გამოყენებადი იქნება პრაქტიკაში და მეორე უსაფრთხო იქნება, ხო? იმიტომ რომ ყველა რჩევა, ასე ვთქვათ, ყველას მიერ გაცემული რჩევა არ არის ისეთი უსაფრთხო, როგორც ჩანს ხოლმე. შესაბამისად, მომწერეთ, განვიხილოთ თქვენი შეკითხვები, თქვენი кейსები და მიიღეთ თქვენთვის ღირებული რეკომენდაცია, რომელიც თქვენ ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ. გაუფრთხილდით თავს და მომავალ შეხვედრას.